ჯუანშერ ბურჭულაძე ჰელსიკორის კლინიკაშია გადაყვანილი. თავდაცვის ყოფილ მინისტრს, რომელსაც სუსი დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვასა და თანამდებობის ბოროტად გამოყენებას ედავება ბრალს, სავარაუდოდ დღეს კლინიკაში წარუდგენენ. ადვოკატი ამბობს, რომ ბურჭულაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა ის სწორით რეჟიმში ყოფნას აგრძელებს. კალაძის შტაბთან ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებული ოცნების პარტაქტივის წევრები გაათავისუფლეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მათი ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის დადგენა შეუძლებელი გახდა. მიზეზად უწყება ამბობს, რომ დაზარალებულმა აქტივისტებმა გამოძიებასთან არ ითანამშრომლეს. საზა მამალაძე და ირაკლი ბოაჩიძე 8 სექტემბერს მელიქიშვილზე აქციის მონაწილეებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. წუხელ ბრალი წაუყენეს კალაძის ბანერზე წარწერის გაკეთების გამო დაკავებულ მეგიდია სამიძეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, პროკურატურა 23 წლის სტუდენტისთვის გირაოს შეფარდებას ითხოვს. იურისტი ნონა ქურდოვანიძე წერს, რომ წარწერა, რომელიც ბანერიდან მალევე მოაშორეს, 380 ლარის ზიანად შეფასდა. დიდი ბრიტანეთის პრინცი ჰარი კიევში ჩავიდა. უკრაინის დედაქალაქში ოფიციალურ ვიზიტს მართავს პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რადოსლავ სიკორსკის. ასევე მოსალოდნელია ბრიტანეთის ახალი საგარეო საქმეთა მინისტრის ივეტ კუპერის პირველი ვიზიტი, რომელიც უკრაინისთვის დახმარების სახით 142 მილიონი ფუნტის გამოყოფის შესახებ გამოაცხადებს.